მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი მანქანიდან. ისეთი ჭუჭყიანია მანქანა, რომ გადმოსვლა მეზარება. ხო, ჯერ ყველა დაგვატიჟოთ. მე ხომ ყველასთვის ვარ, ყველა და ასე. ეხლა ნახეთ, უნდა წაგიკითხოთ ძალიან საინტერესო და არც თუ ისე რაღაც გამოურიცხავი საკითხი. გუშინ ჩავწერე ესე იგი ლაივი იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთმა ბატონმა მომწერა, რომ ასე რომ მანიპულირებენ რაღაცით, ასე ისე და ეხლა მოდი ნახე კიდე მომწერა. მე შენთან არაფერი სადაო არ მაქვს. მე უბრალოდ გაგაფრთხილე. ახლა ასე ებრძვიან ადამიანებს. სულიან ხორციანად კლავენ, ვინც არ აწყობთ. შენ ორიგინალი ხარ, ვიცი, მაგრამ შენი კლონი გამოიყვანეს უпроსტად ორეული. იგივე შენ ხარ, იგივე ცოდნა აქვს. ახლა საშიშროება ის არის, რომ არ დააპროგრამონ და ის არ გაუშვა შენს მაგიერ. ახლოს იყავი შენს ახლოს ყოფებთან, ან იარაღით, იარე ან ტელეფონით, რომ არ მოგიპარონ. და სანაცვლოდ შენი კლონი, ანუ ორეული არ გაუშვან. ასე აკეთებენ უკვე ტაძარში, იარე რომ მეშმაკი არ ჩაგისახლონ. ჩემი კლონი გამოიყვანეს უკვე. საინტერესოა, სად ვნახეთ ეს კლონი. მეორე, არ არის გამორიცხული, რომ კლონი გამოიყვანონ, მე გამაქრონ და კლონი დასვან. არ არის, არც ეგ არ არის გამორიცხული და მე თქვა, რომ აი თამარ მეფე და ჯანდაბ. ხო, ეხლა ნახეთ, ხალხო. გეტყვით რა, ამაზე დაგაწყნარებთ და რატომ არ უნდა ინერვიულოთ ასეთ საკითხებზე ჩემთან მიმართებაში და რატომ ვერ დამკლონავენ მე და რატომ ვერ გაუშვებენ ჩემს მაგიურად კლონს. გინდა გითხრათ? ხო, ზოგი ამას ეხლა აპარტავნებას მიაწერს და ზოგი კიდე შიზოფრენიას, ზოგი რაღაცას და ზოგი რაღაცას, მაგრამ გეტყვით. ის ხალხი, რომელიც ნერვიულობთ, მე მომკლავენ, დამკლონავენ, შემცვლიან თუ რას იზავენ, ეხლავე გეტყვით რა მოხდება რა. თუ კი მე დამკლონავენ და კლონს გაუშვებენ ჩემს მაგივრად, ის კლონი ვერ განვითარდება, განვითარებაში ვერ წავა. ამას ყველა დაინახავს და არა მხოლოდ ყველა დაინახავს, სრულიად დედამიწა დაინგრევა. გეუბნებით, მე თქვენ გეუბნებით, რომ მე და დედამიწა ერთ სიხშირეზე ვართ მეთქი, გესმით? მე რაც მომდის, მოსდის დედამიწას. თუ მომკლავენ, მოკვდება დედამიწას. თუ არ მომკლავენ და დამიჭერენ სადღაც და სადღაც ჩემს მაგივრად კლონს ამუშავებენ და მე ძალით გამომძალავენ რაღაცა ინფორმაციებს და წამებით, ხო? დედამიწა იქნება სატანჯუელში მთელი მისი მოდგმა ცხოვრება, სანამ მე ცოცხალი ვიქნები და მე რომ მოვკვდები, დედამიწას დაინგრევა, გესმით? აი ეს იქნება და ამას ვერ გააკეთებენ. ეს მათ იციან ძალიან კარგად. მე უნიკარული ვარ. დიახ, უნიკარული ვარ. მე შემყავს ხალხი უნის კარში. იცით ეს რა არის დედამიწის შუაგულში შესვლა? დედამიწის შუაგულში შესვლა არის გასვლა. გასვლა არის, არ არის აუცილებელი ხომალდები ჩამოფრინდნენ და აგვაფრინონ. არა, ასევე შეგიძლია უნის კარში შეხვიდე და იქ გადარჩე. მაგრამ საქმე იცით რაშია, მეგობრებო? საქმე იმაში, რომ ეს მათაც იციან. ვერ გამაქრობენ და ვერაფერს ვერ მიზავენ, თითსაც ვერ დამაკარებენ. თმას თმის ღერსაც ვერ ჩამომაძრობენ. იცით რატომ, მეგობრებო? ჩემი დაპროგრამებული ყოფილა ეს დედამიწა. ჩემი დაპროგრამებული, ხო? სხვა კი არ მაპროგრამებს, მე ვაპროგრამებ თურმე ამ ყველაფერს, გესმით? ხო, უკვე შიზოფრენიაში გადაიზარდაო რა იტყვენ. არა, მეგობრებო, მე ეს დავინახე. ქართულ ანბანში დავინახე. რა, ჩემი რა, საიდან მივხვდი რომ ჩემი. ჩემს სახელს და გვარში დევს, ვინ ვარ მე? ჩემი სახელი და გვარი როგორც დაბადებიდან დამერქვა, ის პროგრამა არის უკვე წინასწარ ჩადებული. ეფუთისიქში წერია, რაც წარსულია, ისაც ყვა და ის მომავალია, გესმით? თუ ამას ვინმე წაიკითხავს მხოლოდ ამის დამპროგრამებელი. და ვინ არის ეს დამპროგრამებელი? ერთი ადამიანი? არა, მეგობრებო, ერთი კი არა, მთელი ოჯახი. მთელი ხალხი. გესმით? და ის ხალხი, რომელიც ეხლა მე დავეძებ ესე მარგალიტებად და დავდივარ და ხან იმას მივალ და ხან იმას მივალ და ეს ვაფხიზლებ, ხო, ამ ხალხს, ხო? ეს ხალხი თუ არ გამოვაფხიზლე, აბა რისი პროგრამისტი ვარ, გამაგებინეთ, ხო? ეხლა მე რა ავიდე და სვანებს ჩამოვეკიდო კისერზე, რომ აი სვანებო მიშველეთ ეს უნდა გამაკეთებინოთ, პირიქით, სვანები აქეთ მემელოდებიან, რომ თამარი უნდა გამოჩნდეს და იმან უნდა გვიშველოს და ეხლა მე თუ სვანების იმედზე ვიყავი, რომ სვანებმა უნდა მიშველონ.
და სვანები ჩემს იმედზე რომ მე უნდა ვუშველო სვანებს, აბა რა გამოვა, არაფერი არ გამოვა აქედან, ხო? ანუ ვისაც ელოდებიან, ვინც თქვა რომ მოვალ და როდესაც გაუჭირდება საქართველოს მაშინ ჩამოვალ და ჩამოვიტვირთები და გადაგარჩეთ, ახლა ეს არის ჩემი რთული დავალება, თუ კი მე ასეთი რაღაცა საშინელი პროგრამა შევქმენი, ამ პროგრამაში სინათლე მაინც შევიტანო, ხო? ახლა ვინ უნდა და რომელმა მე რა თქმა უნდა ჩემ თავს ასე არ დავაპროგრამებდი რომ აი დამიჭირონ და მაწამონ ხო ეგ არ ვიცი რომელ საუკუნეში ვინ დააპროგრამა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მაინც ვიცი რომ პროგრამისტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირი ვარ რომელიც ამ პროგრამაში იღებდა მონაწილეობას და ეხლა მე თუ ამას ვისურვებდი რომ ეს დამიჭირონ დამკლონონ და ისა მაშინ ჩემო კარგებო ხო მაშინ მოსაკლავი ვყოფილვარ და ეგ ხო გესმი? ძალიან საყვარლები ხართ. ხალხო, მე ვცდილობ რომ ის პროგრამა რომელიც შევქმენით, ხო? და რომელ პროგრამაშიც ესე იგი გახარვეზები ან შეიპარა, ან მერე დაშალეს, ან რაღაცა გაუკეთეს, ის ისევ ავაგოთ. ისე ავაგოთ, რომ სრულყოფილად, რომ გაბწყინდეს, რაც ჩადებული ქონდა სიბრძნეს, ანუ სოფიას ამ პროგრამაში, რასაც ქმნიდა, ხო? ის გამოუვიდეს. როგორც ჩანს სოფიამ, როდესაც სიბრძნე, როდესაც აი ამ რაღაცა ქმნილებას ქმნიდა, თუნდაც ადამიანს, ხო? თუნდაც დედამიწას თუ აი ამ სისტემას, რასაც დავარქვათ, ლომისთავიან, გველისკუდიან არსებას რო ქმნიდა, ხო? მან რა გააკეთა, იცი, თავისი სინათლეს წარმოქმნა მოინდომა. და საბოლოო ჯამში მოხდა ისე რომ ვერ არის სრულყოფილი სინათლე გესმის რაღაცა პატერე სინათლეა ბჟუტავს მაგრამ აი ის დიდ სინათლეს ვერ შეუერთდა და დიდ სინათლეს რო შეუერთდეს ამაზე იბრძვის სოფია და მისი წარმომადგენლობა სოფია მარტო არ დგას სოფიასთან ლოგოსი დგას იცი ვინ არის ლოგოსი ქრისტეა ლოგოსი სოფია და ლოგოსი არიან სიბრძნე და ლოგოსი ანუ სიტყვა და ლოგოსი ანუ ქრისტე იყო სულიწმინდის ერთი ნაწილი, მაგრამ მეოთხე საცა იყო, ხო? 64-ში სოფია არის ამათი ნაწილი. და სოფია უბრალოდ მოწყდა იმ ნაწილს, მამის გარეშე დაუკითხავად შექმნა რაღაცა, რომელზეც შერცხვა თვითონ. კი არ უთქვავთ იმათ, რომ ეს რა გაგიკეთებიაო, არავის არ უთქვავთ, თვითონ დაინახა, რომ ეს არის არასრულყოფილი ქმნილება. და როდესაც არასრულყოფილი ქმნილებაა რაღაც, ხო? ამ სოფიამ თქვა, რომ მე ამას პერფექტს გავხდი, ანუ გავხდი სრულყოფილს გავხდი. და ამაზე წვალობს 10,000-ობით წლებია, გესმით და ეხლა ამასობაში დაიწერა ლიტერატურა, შეიქმნა რელიგიები, შეიქმნა ფილოსოფიები, შეიქმნა ხელოვნება, შეიქმნა 1000 გვარი რაშიც სიტყვა ურევია. ყველა არის სოფიას ქმნილება, ანუ სიბრძნის ქმნილება, ანუ სულიწმინდის ქმნილება. ხო ხდებით? და როდესაც სულიწმინდა თავისი შვილისთვის იბრძვის რომ არ მოკლას, მამისგან განსხვავებით, ხო, მამა კლავს, ანადგურებს ეგრევე ყველაფერს. ის მოკალით, ჩამოაღწიეთ ბავშვები, მოკალით ოღონდ ის გადარჩეს ვიღაცა ერთი. გესმის და სოფია არავის არ კლავს. სოფია არის განსაკუთრებული სინათლე, რომელზეც ქრისტე საუბრობდა და რა მოხდა ახლა სოფიას გამო ქრისტემ თავი გაწირა, სოფიას გამო გაწირა, თავი რომ რა თქმა უნდა სოფია ამ კაცობრიობის გადასარჩენის იმისთვის რომ სოფიას ეს კაცობრიობა გადაერჩინა, ლოგოსი თავს წირავს, ანუ ქრისტე თავს წირავს. არა ანუ ორივესთვის პრინციპში გამოდის რომ თუ ლოგოსი სოფიასთვის თავს წირავს, გამოდის იგივე რომ ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად წირავს თავს. იმიტომ რომ სხვანაირად სოფია ვერ შეიტანს ბრმაძეში იმ სინათლეს. გესმით? ბრმა არის ეს ემანუელი. გესმით რატო? სამუელი და ემანუელი არის. ემანუელი კი არ არის ბრმა. სამუელი არის ბრმა. სამუელის გადასარჩენად ემანუელი წირავს თავს. გესმით რა ხდება? თუ სამუელის გადასარჩენად ემანუელი წირავს თავს, ხო? იმიტომ რომ სოფიამ სამუელში შეიტანოს სინათლე, სამუელი არის ბრმაძე. სამუელში უნდა შეიტანოს სინათლე. მხოლოდ ამის ხარჯზე, რომ დაანახოს სამუელს, რომ ნახე, ესეც ხდება. ქრისტემ თავი გაწირა, შენს გამო, ეს არის სინათლე. სიყვარული არის ეს. სიყვარული.
ვარ ხარ, ვარ ული. გესმის? მოკლედ რა. აი ამის კარგია რომ მკითხეთ ეს ხო თანდათან აგიხსნათ რაშია საქმე რა და ეს ერთბაშად ვერ გაიგებთ რომ ერთბაშად რომც მოგიყვეთ პირდაპირ დაღებულებით დარჩებით და იტყვით რომ ეს გაგიჟებულაო მაგრამ როგორც ჩანს ნელ-ნელა აი ამდენი 1000 წლები დაჭირდა სოფიას რომ ნელ-ნელა სინათლით შეიტანოს აი ამ ბრმაძეში სამუელში ემანუელის სინათლე ქრისტეს სინათლე გესმით რა თქმა უნდა ლოგოსის საშუალებით სიტყვისა და ლოგოსის საშუალებით სიბრძნისა და ლოგიკის საშუალებით სხვანაირად არ გამოვა სხვანაირად უბრალოდ ვერ შეიტანდა ვერ სრულყოფილს ვერ გახდიდა სოფია აი თავის ქმნილებას და თავის ქმნილებას არ კლავს სოფია იმიტომ რომ ძალიან უყვარს თავისი ქმნილება გესმით დედა არის რომელიც უყვარს თავისი ქმნილება აი, ახლა წავედი მე აღარ მცალია თქვენთვის. აღარ მცალია თქვენ. მე როდის არ მცალია თქვენთვის, თორე ეგ მკითხე. ეგ მკითხეთ, თორე როდის მცალია აგერ სუმხედავთ მე. კითხვები ხომ არ გაქვთ? დილამშვიდობის ნანა. ხო, კითხვები და მე წავედი, თორე ყავა თუ არ დავლია ვერ გამოფხიზლდი. აბა მითხარით? 1 2 3 არ გაქვთ კითხვები. აი. ხო, რომ გამოვთავ, ამას ახლიდან უყურეთ, იმიტომ რომ დასაწყისში საინტერესო რაღაც წავიკითხე. აი, აბა თქვენიცით.